სანაია სტუდია დღის 4-ზე. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სანაია სტუდიას რადიო ქალაქზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა საგანი მე და საზოგადოება, რომელიც საკმაოდ გახმაურებული თემაა, რომლის გარშემო დისკუსია და დებატები არ წყდება. უნდა ისწავლებოდეს თუ არა ეს საგანი სკოლაში, თუ უნდა ისწავლებოდეს რა სახით. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. ჩვენი სტუმრები არიან ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი, მოგესალმებით ბატონ გურამ და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია. მოგესალმებით ბატონ მანანა. ბატონ გურამ, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ იმ შეხვედრას, რომელიც გაიმართა პარლამენტში და რა შედეგი დადგა ამ შეხვედრის შემდეგ, თუ შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტული შედეგი, იმიტომ რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელთაც მე ვესაუბრე ერთ-ერთ ეთერში, მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, პრეტენზია და არგუმენტი, რომ მაშინ, როცა მათი გამოსვლა იწყებოდა, დემონსტრაციულად დატოვესო შეხვედრა იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ საგანს ეწინააღმდეგებიან. მოდით ამ შეხვედრის ამ თემაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ამ შეხვედრის შედეგზე გითხარით და რატომ დატოვეთ ის შეხვედრა? მე არ დამიტოვებია პირადად, რაც შეეხება საკმაოდ გაიწელა. ანუ ჩვენ თქვით, რომ ბატონ ლევამასაძეს ჰქონდა მომზადებული სიტყვა, ჩვენ ყველას ჰქონდა უბრალოდ რაღაც თემები, მას ჰქონდა სიტყვა და გვინდა რომ წაეკითხა, მაგრამ დაახლოებით ალბათ ახლა 3 საათი გავიდა და ეს ვერ წაეკითხა, იმიტომ რომ გამოვიდნენ ყველა დეპუტატი, ნაციონალებიდან, ოცნებიდან, აფიქსირებდნენ, ალბათ მაგის უფლებამაც ჰქონდა თავის დავაცხადია. და მე ბატონი ლევანი რო გამოვიდა, ესე იგი 3 კაცი გავიდა, ლევანი, დიმიტრი და კიდე მეგონი ზვიად ტომარაძე და როსო მანჯავიძე და ნუ მაგალითად მე დავჭი, ბევრი დარჩა, მე უფე დარჩა მთავარი, ვინც ეკლესიიდან ამას ეწინააღმდეგება მის წარმომადგენელი და ლევანი მეგონი რატო გავიდა იგზნო, იმიტომ რომ სწორედ ქალბატონი ჯოხაძე გამოვიდა მას მერე და პირდაპირ დაიწყო აქო ჩვენო და მოიტანა ციტატა ილიას ნაწარმოებიდან და თქვა რომ აქო ჩვენო ლექსები ხო უნდა მოვისმინოთო, თან იმოწმებდა ილიას რაღაც ციტატას და ნუ თქვა ლექსებს ილია წერდა მეთქი, ხო რა მოკირებადრი, მაგრამ რატო აშვაშია მეთქი და ანუ იგზნომა რომ სამწუხაროდ მათი მხრიდან ანუ სამინისტროდან კი არის რაღაცა კონსტრუქციული ლაპარაკიან თქვა რაღაცაზე პასუხი, არამედ აი ცინიზმი თქვა რაღაც და ეხლა ალბათ კაცმა ეს იგზნო და გავიდა და კაი გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენ დავჭით და კი ბატონო, აი თქვენ დარჩით, ნაწილი გავიდა, თქვენ დარჩით. თუმცა გავიდა მას მე, რაც ყველა დოკუმენტაცია წარმოვადგინეთ ჩვენ. პასუხები იმ შეკითხვებზე, რომელსაც თქვენ მუდმივად სვამთ ტელეეთერებში, მიიღეთ განათლების სამინისტროსგან ის საფრთხეები, რასაც თქვენ ხედავთ, ისე ვრჩება? ვერც მათგან ვერ მივიღე, ვერც ბატონ კიღურაძისგან ვერ მივიღე. ერთ ადეკვატური იყო გია ჟორჟოლიანი, ვინც თქვა, რომ მართლაც თუ ევროპის ქარტია ჩვენ ამას და ფაქტები ვანახეთ, რომ გავალდებულებს, ეს არ არის ვალდებული, ეს არის რეკომენდაცია. და ნუ იღებთ ამას ვალდებულებად და ამას ნუ აკეთებთ. რაც შეეხება კიღურაძეს, არაადეკვატური იყო მსხვილად, იმიტომ რომ მთავარი საკითხი რა გჯიდა ჩვენ და თქვა რა ჯიდა დატოვა ეს ხმაური, იმიტომ ხო რა თქვა რომ აი ბავშვს ვასწავლოთ სამშობლო სიყვარული და ბავშვს ვასწავლოთ რაღაცა მოძრაობის წესები და რაღაც. ეს იმიტომ არის, რომ არის საფრთხე და საფუძვლიანი უკვე დაწყებულია ჰომოსექსუალური მიმღებლობის შემოტანა. როგორც კი ამ თემას ვახსენებით, ბატონი კიღურად ასასწავებდა ხელებს, ეს სიტყვა არ ახსენოთ, თითქოს ვითომ მან არ მიიღო პირადად დისკრეციული კანონი, სადაც ჰომოსექსუალობა ნორმად აღიარა. ჰომოსექსუალური მიმღებლობა, აი ეს ტერმინი რა არის ამაში ცუდი და რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ გეტყვით. როცა ჩვენ მივიღეთ, ესე ვთქვათ, დისკრეციული კანონი ორიენტაციის, სექსუალური და იდენტობის გენდერული შესახებ, ეს ნიშნავს, რომ ის მოხდა უმცირესობებში, ბუნებრივში. თქვა, უმცირესობა არის დაუშვათ, თქვათ, დაუშვათ მკვლელიც, ხო? უმცირესობა, თქვათ, ვიღაც მანიაკი, მაზოხისტი. ამაზე არ არის, უმცირესობა არსებობს ბუნებრივი, ანუ რომელიც არის ნორმალური. აი დაუშვათ ჩვენი მოძმე, თქვათ, რუსები ან სომხები ან თქვათ მუსულმანები ან ამიშლობა. ეს არის ეთნიკური უმცირესობა. დიახ, ეთნიკური, რელიგიური სექსუალური უმცირესობა არ არსებობს თქვენ ამას ამბობთ. სექსუალური უმცირესობა როგორ არ არსებობს? ასე არსებობს დაუშვათ ბილწ მოყარეთა უმცირესობა, თქვათ, განავლის ჭალმეთა უმცირესობა, მაგრამ ის ხო არა აი მათ გვერდზე გატოლებული. ყველა უმცირესობაშია, ვინც აჩადის ცოდვას. ეს არის ცუდი საქმე, რომელთა პროპაგანდისტი უნდა იყოს ციხეში.
არა მარტო პარლამენტში და დეპუტატის მანდატი ეჭიროს ხელში. თორსა შენ პატარა ბავშვს სკოლაში სექსუალურ უმცირესობას, გინა ევროსაბჭო დაგავალოს და გინა პუტინმა და გინა აიათოლა ხომეინი. ბავშვს ამას გამოუკრავ და შენ შვილს ყვნი, ну а вот ეგეთი რამ შიშარა ხარ, რომ ეგეთ რამეს ჩადი. ბატონ გურამ, ესე იგი ჩვენი რადიო მსმენელებისთვის უფრო მკაფიო რომ გავხადოთ, ესე იგი თქვენ არა მხოლოდ საგანს მე და საზოგადოებას უპირისპირდებით, არამედ უპირისპირდებით ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც. კანონს უპირისპირდები ამ ჩამონაცვლას, აი მაგალითად, სულ ეს საგანი არ შემოვიტანო, ჩვენ საგნით მოხვდით ამ თემაზე. საგანმა მიგვიზრდებთ, რომ საგანზე იყო პირდაპირ ჩანდა გადმოხატული Google-დან რაღაც უცხოვრიდან. შეგვეშინა, იმიტომ რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები და ახლობლები გვაფრთხილებენ, რომ აი მგუშინ მოხდა გამოსვლა შტუტგარტში. გუშინ წინ მგონი და გამოვიდნენ არა გენდერს, არა სექსუალობის შემოტანა სკოლაში, ჰომოსექსუალის შემოტანა სკოლებში და ერთი ამბავი იყო და გვაფრთხილებ თხილად იყავი, რომ შეგვეშინდა, შევყევით. მე რომ ნახეთ, რომ პლაკატები და გაკლული ტრანსგენდერის პლაკატები ამის გარდა უკვე სკოლაში შემოტანილია. მე-11 კლასში, ჩემი შვილად 15 წლის, შემოტანილია ტერმინი გენდერი. აი რას ვიტყობ გენდერზე? წერია ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და გავალგივოთ სიტყვები სქესი და გენდერი. ანუ სქესი არის, რომელიც კაცმა ბიოლოგიურად დაიბადა და ამას ბოლო ხანებში ახალი ფსიქოლოგები მოსყიდული უწოდებენ ბებიაქალის ამოცნობელ სქესს და აკუშერსკი პოლ და აგრეთვე სქესი, რომელიც გენდერში შეიძინო. შეიძლება ესე იგი სქესი შეიძინო, შეიცვალო და ეს გენდერულ სახეობა არის 50 სახეობა. როგორც კი შენ ბავშვს უწევს სკოლაში ტერმინ გენდერს, რა უნდა ქნა შენ ამაზე? ხა ბავშვს არ ესმის რა არის გენდერი. მე სწორედ ბოლომდე ხო? ბაზარში ხო არ იქნება მასწავლებელი. მასწავლებელი ეძებს მისთვის, რომ რათა კვალიფიკაცია უმაღლდება, ეძებს გზამკვლევს. შედის გზამკვლევში 2015-14-13 წლებში და კითხულობს, რომ აი გენდერზე მითებულია კომპასი და კომპასიტოში კიდე ერთი 3 წიგნი ეგეთი გაყვნილი, აი აქ არის გენდერზე ლიტერატურა. და იქ წერია გენდერზე, რომ მოიწვიეთ ჰომოსექსუალები, ლესბოსელები კლასში, განიხილეთ გენდერული ტრანსფორმების თემები, განვიხილოთ თემოცა პატარა ბიჭისთვის სქეს. მაგრამ ის წიგნები, რომელსაც თქვენ ასახელებთ, ეს არ არის განათლების სამინისტროს პროგრამაში, ის პროგრამაშია, სიპი თუ რა ქვია, განათლების მიმინოშის პროგრამაში, იგივე მაგათი საიტია. უბრალოდ რა მოხდა? ოსკი ვიპოვეთ ჩვენ ეს საიტი, გავყვეთ რა ხდება, რა სიბინძურია. უცებ 2015 წელს მოხსნეს ეს თლიანი ბიბლიოგრაფია, მაგრამ რამე სხვა კი არ დადეს, რა თქვა გენდერზე, რამე სხვა განმარტება, რომ მოძებნო ისე რომ ნახოთ წინა წლებში, სხვა რა განმარტება 14-13 წლებში ისევ დევს. ეს დევს მაგათ საიტზე, სხვა ახს და მათ არა აქვს. ეხლა ამას მათ უნდა რომ გაემჩნონ. თუმცა როგორ მოხდა თავიდან მინისტრი ადეკვატური იყო, დედა ალბათ ისიც და თქვა რომ ამ აღშფოთებულ ამასო საშინელებას ლამის მეც ვერ მივიღებდიო ამასო, რომ მართალი იყოსო. რომ ნახა რომ მე მართალია და ამის მერე შეუტიეს ლიბერალურმა ფრთამ, რომ როგორ ემიჯნები შენ ჰომოსექსუალობას, იძახი ამაზე, უცებ ჩვენ პარლამენტთან მიიღო. კაკაბაძე რაღაცები გამოვიდნენ და გამოვიდა ეთერში, კითხო და თქვა რომ მე ვიხუმრეო. შემდგომ მოგწერა წერილი, ვითომ ცილისწამლობას ვაკეთებ ჩვენ, დაწერა რომ აქ მოტანილი ამაზენი ფაქტებიო და ჩასვა ამაზენი ბჭყალებში. მე მას ბევრჯერ შევეკითხე. აი მარტივი საკითხია, თუ თქვათ გამოვაკრა პლაკატები ვიღაც დივერსანტებმა, თქვათ მოსკოვიდან პლაკატები გამოვაკრეს და თქვათ კომპასიტო ვიღაცა გაყრუნებულმა კაცმა შემთხვევით შეიტანა ვებ გვერდზე. მაშინ ვეკითხები, შენ ხო უნდა შენ ბავშვები განდოთ. თან დისციპლინას კანონი მიღებულია, გავალდოს პარლამენტი. ხო უნდა განდოთ ბავშვები, მაშინ მიპასუხეთ, ეხაც მიპასუხოს. ჰომოსექსუალიზმის თემები, იდენტობის, ორიენტაციის სკოლაში არ უნდა შემოუდეს, რატომ? იმიტომ რომ გარყვნილებაა და თქვენ ამას ემიჯნებით. თუ რატო უნდა შემოუდეს? გასაგებია. და თქვით რომ ნუ შემოვა, დაწერეთ რომ ვემიჯნებით. კიდევ მოგცემთ სიტყვას, ქალბატონ მანანას უნდა დაუსვა შეკითხვა. ქალბატონ მანანა, ეს სიტყვები გენდერი, ასევე საგანი მე და საზოგადოება, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ბატონმა გურამმა ახლა ახსენა, თქვენში იწვევს რაიმე საფრთხის შეგრძნებას? მივესალმები ჩვენს მსმენელს, ცხადია არანაირი საფრთხის შეგრძნებას არ იწვევს ის საგანი და ის სტანდარტი, რომელიც განათლების სამინისტროს აქვს შემუშავებული. მე აქ ბატონ გურამს ერთ რამეში არ დავეთანხმები ნამდვილად. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფაქტებით და უნდა ავიღოთ ის სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია და სტანდარტი. ჯერჯერობით სახელმძღვანელოც არ არის. სტანდარტია სამუშაო ვერსია. სტანდარტია სამუშაო ვერსია ამ სტანდარტის და ვიმსჯელოთ ამაზე.
და არა იმაზე, რაზეც ბატონი გურამი თანახმობა. მეც ხელთ მაქვთ, აი აქ ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე ეს მასალა, ვერაფერს იმას, რაზეც აქ ბატონი გურამი საუბრობს, ამ სახელმძღვანელო სამუშაო სტანდარტის სამუშაო ვერსიაში ვერ ნახავთ. შესაბამისად, სახელმძღვანელოს შექმნასაც აქვს თავის წესი. სახელმძღვანელო თუ აცდება იმ სტანდარტს, რომელსაც დაუდგენს განათლების სამინისტრო, ბუნებრივია, განათლების სამინისტრო ამ სახელმძღვანელოს არ მიიღებს, როგორც სახელმძღვანელოს არ დაუშვებს, ანუ არ მიანიჭებს მას გრიფს. მაგრამ მოდით ამას თავი დავანებოთ და დავიწყოთ ზოგადად, იცით, ასეთ საკითხებზე რომ მსჯელობდე, უნდა იცოდე ზოგადად რა არის შენ ქვეყანაში აღიარებული ზოგადი განათლების პრიორიტეტები, მიზნები და ეს დოკუმენტი საბედნიეროდ საქართველოს განათლების სამინისტროს აქვს არა დღეს და გუშინ, არამედ რამდენიმე წელია, როგორც კი განათლების სამინისტრო, როგორც სტრუქტურული ერთეული შეიქმნა საქართველოში, მაშინათვე შეიქმნა ზოგადი განათლების მიზნები. აი ამ მიზნებში ერთმნიშვნელოვნად და ეს არ არის მარტო საქართველოსთვის, ეს არის ძალიან ბევრი ჩვენნაირი ნაციონალური, ეგრეთ წოდებული ნაციონალური სახელმწიფოსთვის, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ განათლების მიზანია და ზოგადად სასკოლო განათლების მიზანია აღზარდოს ეროვნულ და ზოგად საკაცობრიო ღირებულებებით აქტიური თავისუფალი მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლია რომ გარკვეულწილად სოციალურ გარემოში იმოქმედოს რაღაცა ერთნაირი ღირებულებებით და შესაბამისად აიღოს პასუხისგებლობა თავის ქცევებზე. აი მე გეკითხებით, რა არის ამაში ცუდი და ჯერ ერთი რატომ არ უნდა გქონდეს ჩვენ ეს მიზანი, ზოგადად განათლების მიზანი და შემდეგ მინდა კითხვა დავსვა, რაში ეწინააღმდეგება ამ მიზნებს სამუშაო ვერსია. ეს სამუშაო ჩვენ ახლა ვსაუბრობ ორი მე რადიო მსმენელისთვის უნდა განმარტო. კომპასი და კომპასიტო ეს არ არის განათლების სამინისტროს ოფიციალური სახელმძღვანელო. ხომ ასეა ბატონ გურამ? როგორ? განათლების სამინისტროს ოფიციალურია ოღონდ პედაგოგებისთვის. რო კვალიფიკაცია აიმაღლო. ანუ არა ბავშვების, პედაგოგების. რაც შეეხება, აი ახლა შევეხოთ აი ამ სამუშაო სტანდარტს, სამუშაო ვერსია. აი ავიღოთ სტანდარტი. რაში მოდის წინ ეხლავე გეტყვით. აი მაგალითად, ერთი ტერმინი გენდერი თავიდან ვეწერა, მე ამოიღეთ, მნიშვნელობას არა აქვს. აი თქვენ ალბათ სტანდარტს გაეცაინთ და იქ წერია, მაგალითად ეგეთი რაღაც დაუშვა, წერია დემოკრატია, დისკრიმინაცია, თანასწორობა, გენდერული თანასწორობა, სიტყვა გენდერი აწერია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემსწავლებლობა, ხო? ეს ხო წერია. ეხლა ნახეთ რა ხდება. აი მაგალითად ავიღოთ შემსწავლებლობა, თანასწორობა. დიახ. რა ჯობია თანასწორობას, თქვა თანასწორობა ყველა ადამიანი, ნებისმიერ ადამიანი, მაგრამ ოდესაც ლაპარაკია თანასწორობაზე, თქვა ჩამონათვალში, რო წერია თქვა რელიგიის, იმის და სხვა კუთხით, ხო? როცა ლაპარაკია ასეთი ჩამონათვალზე დისკრიმინაციის კანონის მიხედვით ჩვენ უნდა ვიყოთ შემწყნარებელი, ამას პირდაპირ დირექტივებია. შემწყნარებელი ჰომოსექსუალიზმის მიმართ. კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, ვინც 13 წლამდე არ არის ორიენტირებული, ლაპარაკობენ ბევრს პროფესიში განხილვებია ნაზია, ან ჰომოსექსუალური პერვერსიების მიდრეკილება აქვს. ანუ ეს თქვა ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეშ შეიძლება ასწავლო თქვა საბჭოთა რა ვიცი, ირანში სხვა რაღაცა, მაგრამ უცხოეთში სწორედ ამის ქვეშ არის სექსუალური აღზრდა და ეხლა უკვე სექსუალური აღზრდა აღარ ისწავლება ჰომოს გარეშე, იმიტომ რომ მარტო ჰეტერო არ არსებობს. სიტყვა შემწყნარებლობასთან დაკავშირებით გაქვთ. მე ვერ შევიწყნარ, მე ყველას ვიწყნარებ, მაგრამ მე ვერ შევიწყნარ. კარგი, რა უნდა უთხრან ბავშვს სკოლაში? იყავი არა შემწყნარებელი? თუ იყავი შემწყნარებელი? იყავი არა შემწყნარებელი, მაგალითად, დაუშვათ გინების მიმართ. აი თქვა ცუდი სიტყვის მიმართ. მაგრამ ჩვენ აქ ადამიანზე ვსაუბრობთ, ხო? საუბრობთ ადამიანზე. ჩვენ გვიყვარს ყველა თქვა აი დაუშვათ ძალადობის მიმართ, თქვა გაყვნილების მიმართ. უნდა იყოს შემწყნარებელი? მაშინ რა არის გაყვნილება? არა, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანზე. ზოგადად აი ბავშვს ასწავლო სკოლაში, რა არის გაყვნილება? სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ რა უნდა უთხრან ბავშვს, რომ იყოს არა შემწყნარებელი? თუ იყოს შემწყნარებელი. უნდა იყოს შემწყნარებელი ამ ბავშვის მიმართ და ყველა ბავშვის მიმართ, ვინც გინდა იყოს მკვლელი და არამკვლელობის და ჰომოსექსუალის მიმართ. ოთა შენ ასწავლო ჰომოსექსუალიზმი გარყვნილება, განაავადმყოფ არამედ ბუნებრივი ნორმა, ჩვენმა პარლამენტარებმა მიიღეს და ამეთ გაყვნეს ჩვენი ბავშვებს საფუძველი დაუდეს, როცა ამას ასწავლე დანაშაულია ეს სამართლის.
როცა ასწავლი ჰომოსექსუალიზმი არის ნორმა. ასე იბადებიან, მერე შეიცვლიან, მერე სამის სქესი ეკნებათ, ხდებიან ბისექსუალები, ეგ არის პათოლოგია და გაყვნილება. ესე ასწავლო, რო ასწავლო, რომ არსებობს გაყვნილი ხალხი, არსებობს ბინძური ხალხი და ეს ბავშვები არ გააკეთე, შენ ჩემო შვილო ამას ვაკეთებ, ამას ნუაკეთებ, გამოსწორდი, ეს არის გაყვნილება, ეს არაფერი ეს კი არ დაბადებული ხარ და რამდენი შეიძლება ჩვენი შვილის გახდეს ვარი წერია, მივეხმაროთ, ხო? ეს ხო არ არის, ეს არის იმ კუთხით დაანერგონ რომ ეს არის ბუნებრივობა. ესაა საფათო, თორე ნუ კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას და მინდა ბატონ გურამს უთხრა რომ თქვენ შემწყნარებელი ბრძანდებით ბატონ გურამ. თქვენ ამდენი ხანია ცხოვრობთ საქართველოში და მე მგონი კომუნისტების დროსაც ძალიან კარგად ვიცოდით ცალკეული გამონაკლისები იმ ადამიანებისა, ვისაც არ ჰქონდა ტრადიციული ორიენტაცია, მაგრამ მე რაღაცა არ მახსოვს რომ გურამ ფალავანდიშვილი ვინმეს ნაჯახით დაძდევდა. სწორედ ეს არის შემწყნარებელი. ხო, აი თქვენ შემწყნარებელი ბრძანდებით. აი ასეთი ტიპის შემწყნარებლობაზე აქვს საუბარი და ჯერ ერთი ძალიან გთხოვთ უტრირებას ნუ ახდენთ რა. მე ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. იცით, ყოველივე ამის უკან რომ არიდგეს მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობის თვალში გააშავონ, თითქოს წარმოაჩინონ, გააშიშვლონ თითქოს მათ წარმოდგენაში ევროპა, გასაგებია თელაზე მსჯელობა, მაგრამ აი როგორც კი გუშინაც ერთ-ერთი რა თქმა უნდა, ზუსტად გუშინ ერთ-ერთი ვიჯექი ერეკლე მეორე საზოგადოების წარმომადგენელთან და საუბრობთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ის ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, რუსეთთან არ უნდა ვიყოთ კონფრონტაციაში. ვეუბნები, კი ბატონო, უნდა ვიყოთ რუსეთთან დიალოგის რეჟიმში, ბუნებრივია, არ უნდა ვიყოთ კონფრონტაციული, ის მეზობელია, მაგრამ ორიენტაცია უნდა ავიღოთ არა რუსეთზე, რომელიც ბევრად ჩამორჩენილი საზოგადოებაა, კორუმპირებული საზოგადოებაა, არამედ ევროპაზე. აი თქვენი მიზანი რა არის? რომ ევროპა წარმოაჩინოთ როგორც ნეგატიური კუთხით ქართული საზოგადოების თვალში თუ მოგვიწოდოთ ეს? არა, იწყებს რომ ეს არის, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გადადის ევროპის კრიტიკაზე და ამბობს რომ აი თქვენ ის გინდათ, რაც ევროპაში ხდება. აი, ამიტომ იცით მერწმუნეთ ბატონ გურან შეიძლება ნაკლებად ეხება და მე აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი მის გულწრფელობაში ამ შემთხვევაში, მაგრამ შეცდომაშია შეყვანილი. თვითონ გამოაქვს ეს დასკვნები, რატომღაც და საიდან გამოაქვს, არ ვიცი, იმიტომ რომ არანაირ საფუძველს ეს სტანდარტი იმისას არ იძლევა, რაზეც აქ ბატონი გურამი საუბრობს. უბრალოდ წარმოუდგენელიც არის ხალხმა მესამე-მეოთხე კლასელ ბავშვს ამ თემებზე ესაუბრო და რამე გააგებინო. არის სახავს ეს სახელმძღვანელო მიზნად იმას, რაზეც ბატონი გურამი საუბრობს. რა თქმა უნდა, მაგრამ თუკი ამ თემას იმ შემთხვევაში აქვს ამ თემის წამოწევას აზრი, თქვენ ამბობთ, თუკი მიებმევა ნეგატიურ კონტექსტში ევროპას, თორემ ისე აზრს კარგავს. რა თქმა უნდა ებმება, ვახო. რა თქმა უნდა ებმება. აქ ორი აზრი არ არის და ამ ადამიანების აი ამ ჯგუფის მიზანი ზოგის შეგნებულად, ზოგის შეუგნებლად და სავსებით გულწრფელად, ამ შემთხვევაში მე ბატონ გურასაც გულისხმობ, არის ეს სწორედ რომ ქართულ საზოგადოებას უთხრათ, არასწორად მიდიხარ შენ ევროპისკენ, აი რუსეთისკენ უნდა წავიდეთ. ეხლა როდესაც საუბარია რუსეთის პროპაგანდაზე, ვინ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ რუსეთი თავის აგენტს ასე პირდაპირ დაგისვამს ეთერში და ის იტყვის მე რუსეთის აგენტი ვარ, ან რუსული პროპაგანდა პირდაპირ გეტყვის რომ იცი რა მე მუშაობ. რა თქმა უნდა ეს არის შენიღბული. რა თქმა უნდა ამის მიზანი არის რომ ქართული საზოგადოება ააცდინოს თავისი სწორი განვითარების გზას და მე მინდა კითხვა დავსვა, იცით, ბატონ გურამსაც და სხვა ადამიანებსაც უთხრა. თქვენ კი იცით კი რა არის ევროპა? იცით კი რა არის დასავლური ღირებულებები? რატო ქმნით მათგან საფრთხობელას, იმიტომ რომ ევროპული საზოგადოება ბევრად უფრო პურიტანულია, ბევრად უფრო ტრადიციულია, ოჯახის სიწმინდეების მიმართ ბევრად უფრო ჩამოყალიბებულია. ბოლოს და ბოლოს მე თვითონ ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ვარ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც პირდაპირ გამოტანილი აქვს თავის 8 ყველაზე მნიშვნელოვან პოსტულატში, რომ ოჯახი, ქართული ტრადიციები, ეროვნული ტრადიციები. აქ აი ამ წიგში, რომელზეც საუბარია ბატონო გურამ, ერთ-ერთი თავი არის სპეციალურად ჩვენი წინაპრები, ჩვენი ქართული ეროვნული, რა თქმა უნდა, ყველა თავი ძალიან კარგია და ჩვენ თუ გვინდა აღზარდოთ საზოგადოება, რომელიც ბოლოს და ბოლოს თანამედროვე საუკუნეს აუბამს ფეხს, ბუნებრივია ეს ყველაფერი, მას უნდა ვასწავლოთ და უნდა ვასწავლოთ იმ დოზით, რა დოზითაც მესამე კლასი, მეოთხე კლასის მისი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე აღიქვამს. როგორც კი თქვენ რაზეც საუბრობთ ახლა, ამაზე საუბარს დაუწყებ, ბავშვი მერხთან არ გაგიჩერდება და არც არავინ დაუწყებს. მერწმუნეთ, არც ჩვენი პედაგოგები არიან ასეთი დონის ჩამორჩენილები, საკმაოდ კარგად მომზადებული პედაგოგების თაობა წამოვიდა, ახალგაზრდა პედაგოგების თაობა და ძველი
ძველი ტრადიციული პედაგოგიკაც საკმაოდ კარგად მომზადებულია ამისთვის და არც განათლების სამინისტრო და არც ეს სახელმწიფო არ ისახავს მიზანს. პირველი ნაჯახის დევნად შეეხება. რა თქმა უნდა, ჰომოსექსუალური ადამიანი და ნებისმიერი ცოდვის ადამიანი ქვეყანაზე არის და ნაჯახით არ უნდა გამოეკიდო. როცა ის ადამიანი გამოდის და თქვა უნდა რომ მოაწყოს საზეიმო თავისი სასიცხვილო ცოდვა, თქვა გამოიტანოს პლაკატი გაფერადი, ან თქვა მოაწყოს რაღაცა პარადი, ან თქვა გამოვაკას წარგენდეს პლაკატი სკოლაში, უკვე ამას უნდა დააპატიმრო. ეხლა არ ადამიანი, როცა ადამიანი ვინც ჰომოსექსუალის პროპაგანდი რომ დააპატიმრო. სად ნახეთ, ბატონო? მე სად ნახე ტელევიზიებში ამ სახელმძღვანელობაზე ამ სახელმძღვანელოში რაც შეეხება ამ სახელმძღვანელოში მე წავიკითხავ აი თქვენ ციტატას სად ნახე თუ რა ნახე დაწერია იყო და არა იყო რა ნახე რა ხდება როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონას სქეს შეუცვლი თემები დემოკრატია დისკრიმინაცია იდენტობა გენდერი რომელიც სტანდარტის არწერია სტანდარტი სირთულის დონე მეორე დონე მაშინ შეკყავთ არა ნახეთ გაბატონო არსად მსგავს შემსწავლებლობის განმარტება დემოკრატიის არის კომპოზიტორებში ასაკის 7-13 წელი ხანგრძლივობა 40 წუთი ჯგუფის ლიდერი 8-15 ბავშვი ტიპის აუდიოსი დავაზუსტოთ სამუშაო ვერსიაში წერია ტერმინი თანასწორობა შემწყნარებლობა და შემწყნარებლობა რომელიც საუკუნეებია მოყვება შემწყნარებლობა რომელიც მოყვება საუკუნეებია ბოლო პარლამენტარებმა რომელიც არიან ჰომოსექსუალურად დაინტერესებულები რომ სიბინძურე შემოიტანონ გახადეს ჰომოსექსუალიზმი თანასწორობის ჰეტეროსექსუალისთან, ბუნებრივ ნორმასთან, რატო იყო პატრიარქი განჩინება გახადეს ტოლერანტული. აი მე თქვენი აზრი მაინტერესებს. თქვენ ხო ხართ პარლამენტარი და აი შეხებთ რუსეთს, ვიტყვი რუსეთს. ის სიტუაცია, რომ აი თქვენს ან ვიღაცა იძახის რომ ეს რუსეთს არ უნდა, თქვა იძახი ჰომოსექსუალიზმი, ხო? ესე იგი შე რუსული ორიენტაციას გამოდის რომ ესე იგი ჰომოსექსუალიზმი რუსეთს არ უნდა, ევროპას უნდა. ამით აკეთებთ რუსულ წისქვილ წყალს. იტყვის ხალხი რომ ჩვენ გვინდა რუსეთი, გვინდა ოკუპაცია, გვიჩვენა აფხაზეთი. არა, სრულიად საპირისპიროს ამბობდა ბატონი მანანა. ნახეთ ასე ამბობენ რას? როგორც გიტყვი რომ შენ არ გინდა ჰომოსექსუალიზმი და ეს არის გაყვნილება, ესე იგი პუტინი გმართავს. ანუ პუტინს თურმე არ უნდა ჰომოსექსუალიზმი, ბუშს უნდა. მე გეუნე, ესე გამოდის რომ ხალხი აერჩევს მართლა იმას, რა ქვია, რუსეთს ოკუპანტს. მე გეუნები თქვენ რომ ჰომოსექსუალიზმი უნდა თელ სოფლიოს. თელ ევროპას, თელ ამერიკას. იქ არის 2-3%. არის ხალხი პურიტანული, ვინც მოაჯდა თავზე, როგორც ვთქვა, მოაჯდა 300 გაყნეს მიმღები ადამიანი და ეგენი აკეთებენ აი ამ ორგანიზაციას. და ხალხს ყელში ამოუვიდა. იქ ვის გამო პუტინის გამო ყავს მილიონობით марშები იმაში ჰოლანდიაში, ისრაელში. ამ საკითხს ჩვენ შევეხებით ბატონ გურამ, მაგრამ მოდი ამ წუთას საგანთან დაკავშირებით იქნებ ამოვწუროთ. აი ეს ციტატა იყო საგნიდან, ნუ კახეთ ხდება. ეს იყო საგნიდან თუ იმ ციგნიდან ხდება ბავშვს, აი ტერმინი გითხარით ტერმინი გენდერი. მეც უკვე არის ეს საგანი თქო არ მიგვიღია. მე-7 კლასში არის ტერმინი გენდერი. მე რო გავიგო რა არის ტერმინი გენდერი მე-7 კლასში, ხო უნდა პედაგოგმა ამიხსნას. სად არის მითხარით გენდერის გამარტება? ბაზარში იკითხოს, ერთადერთი გამარტება არის ისე იგი მათ გზამკვლევში კომპასი და კომპასიტოში. და იქ წერია რომ გენდერი არის თანასწორობა, სქესის შეცვლა, ლესბოსელის მოწვევა, და რა არის გენდერი? გენდერი ზოგადად არის სქესი, რომელიც შეიძინო, შეიცვალო. ხო სახეობა 50. გურამ ძალიან გთხოვთ რა. ეს LGBT ტერმინია. გაუგონა რამეს ამბობთ ახლა. მაშინ მითხარ რა არის გენდერი? მითხარ. ქალი და კაცია? გენდერი არის დიახ, რა თქმა უნდა. რატო წერია სკოლის სახელმძღვანელოში? ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და გავალგიოთ სიტყვების სქესი და გენდერი. არ უნდა ავაიგიოთ. სქესი არის სხვა. არ უნდა გავაიგიოთ რა. ნახეთ ხდება შეიძლება კაც კონდეს ერთად სამი იდენტობა გენდერული. იტალიაში რომში თქვენ ევროპა გიყვართ ხო? თქვენ ევროპა გიყვართ ბილცი თუ კაი ევროპა? კარგი ევროპა. ხო და კარგი ევროპაში რომში ოჯახიშვილი იყო, კულტურული იყო და არ იყო ქაჯი, გამოვიდა რომში იყო 3 მილიონი ადამიანი. ეჭირათ ხელში პლაკატი ეწერა არა გენდერ სკოლაში. მართა პუტინმა და აიტოლა ხომენი. კი ბატონო, ქალბატონ მანანა ევროპაში შესაძლებლობა და რეკლამის დროა. ქალბატონ მანანა თუ შეიძლება და შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდე. აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. ეგ არის სწორი, ქართული მიდგომა და კულტურული. არასწორად განუმარტავთ საზოგადოებასაც. სქესი, რა თქმა უნდა, სხვა რამეა, გენდერი სხვა რამეა. სქესი არ გულისხმობს. სქესი არის ერთი წუთი მაცალეთ რა ძალიან გთხოვთ. სქესი არის ბიოლოგიური
ბიოლოგიური ტერმინი და რა თქმა უნდა გენდერული დატვირთვა მას არა აქვს. აი რაც შეეხება გენდერს, მას უკვე სხვა დატვირთვა აქვს, უკვე სოციალური დატვირთვა აქვს და აქ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად განსხვავებისა ქალსა და მამაკაცს შორის, ხალხს უსვამ ქალსა და მამაკაცს შორის. მათ უნდა კონდეთ თანაბარი შესაძლებლობები განვითარდნენ. ეს არის მერწმუნედ და როდესაც გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, დიახაც მე-7, მე-8, მე-9 კლასელ ბავშვს და არა მე-3, ის ვერც ჰომოსექსუალიზმი. არავითარი ჰომოსექსუალიზმი. უნდა ვასწავლოთ, რომ ქალი არ არის მამაკაცის მონა. ქალსა და მამაკაცს არ უნდა ვასწავლოთ. ვეფხის ყავშში წერია რა, ყველა ვასწავლოთ. უნდა ვასწავლოთ, რომ ქალი და მამაკაცი თანაბარია, რომ საზოგადოებაში უნდა შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ ქალსა და მამაკაცს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები მოიპოვონ ბიზნესში, პოლიტიკაში, სხვა სფეროში. ძალიან კარგია ეს არის და მე ხეხო კავშირები, აი ეს მიპასუხეთ მე მიპასუხეთ. ტრანსგენდერი არის თუ არა გარყვნილი ადამიანი? არის თუ არა ამორალური და ბავშვს არ უნდა გაუჩნდო მიმღებლობა ტრანსგენდერის მიმართ. ეს მითხარით თქვენ. მიმღებლობას თქვენ რას გულისხმობთ? აი ტრანსგენდერი არის ტრანსგენდერობა. ბისექსუალიზმი არის გაყვნილება. მართალია თუ არა? მე თქვენს გეუბნებით რომ ბისექსუალობა რომ კარიც ყავდეს და კაციც არის თუ არა სიბილწე. რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ეს მიუღებელი, აბსოლუტურად ისევე როგორც ჩემთვის მიუღებელია. ოჯახი იყოს ჩემთვის მიუღებელია, გარდა მამაკაცისა და ხალისებისა, სხვა რამე, ჩემთვის მიუღებელია, რომ აი ასეთი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს ჰქონდეს შვილის აყვანის უფლება, იმიტომ რომ ბავშვობის ასაკში ადამიანს არ აქვს იმის საშუალება თვითონ გასაგოს, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ თანხმდებით, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან საგანს, რომელზე ჩვენ ვსაუბრობთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. უნდა დავბრუნდეთ ქალბატონო მანან, თქვენ მოგცემთ სწორედ პირველ სიტყვას სულ რამდენიმე წუთში. სანაია სტუდია დღის 4-ზე. დავბრუნდით რეკლამის შემდეგ, თქვენ უსმენთ სანაია სტუდიას, ვსაუბრობთ საგანზე, მე და საზოგადოება და ჩვენი სტუმრები არიან გურამ ფალავანდიშვილი და მანანა ნაჭყებია. ბევრ თემას შევეხეთ, მაგრამ თავარი პასუხი, რაზეც მე მაინტერესებს შეკითხვაზე პასუხი, ეს არის რა კავშირი აქვს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, გენდერს, სქესს და ასე შემდეგ იმ საგანთან, რომელსაც ამზადებს განათლების სამინისტრო სკოლებისთვის. ეს არის საგანი მე და საზოგადოება. სრული პასუხისგებლობით შემიძლია განვაცხადო და სადაც გნებავთ დავამტკიცო ეს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს. მე არ ვარ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, არც მართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, პირიქით, მე ვარ ოპოზიცია. მაგრამ ამ შემთხვევაში ვარ ობიექტური და ვთვლი, რომ განათლების სამინისტრომ ძალიან კვალიფიციურად, ზოგადად ამ თემის ამ საგნის შემოღებაც ძალიან მართებულად გადაწყვიტა, ძალიან მართებულად და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით არის შემოტანილი ეს თემები და მინდა გითხრათ, რომ პირიქით, ეს არის ის თემები და ის საკითხები, რასაც ჩვენ მე ვფიქრობ ვაკლებდით წლების განმავლობაში და არ უხსნიდით შესაძლოა კარგად ამ ყველაფერს. გარდა ამისა, იცით, საუკუნე მოვიდა, შეიცვალა, სხვა საუკუნეა, ძალიან ცვალებადია, სხვა მოთხოვნებია, სხვა ღირებულებებმა წამოიწია წინა პლანზე. შესაძლოა ბავშვი ცხოვრობს რაღაც შედარებით ჩაკეტილ სოციალურ წრეშია, მოხვედრილი და მას განსხვავებული ხედვები აქვს რაღაცაზე. ელემენტარულად მას არ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურა, როგორ დაიცვას თავისი აზრი, როგორ მოეპყროს თავის წინაპარს. იცით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ხანდახან, რომ აი მართლმოწმუნე და ჩვენი აი როგორ გითხრათ, საუკუნეების მანძილზე მეგობარი რუსეთი, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, სწორედ რუსეთმა შემოიტანა ის, რომ ოჯახში პატივი იმის მიხედვით კი არ უნდა სცე, ვინ უფრო ასაკობრივად შენზე წინ არის ბაბუა და ბებიას, არამედ არა. პავლიკ მოროზოვის მაგალითი ავიღეთ. პირიქით, ასეთ მაგალითებს ნერგავდნენ ისინი განსხვავებით დასავლეთის. აი, ამ საგანთან დაკავშირებით ქალბატონო მანანა მაინტერესებს. ჩემთვის მე ასე მესმის, რომ სკოლა ადამიანს უნდა ბავშვს უნდა აძლევდეს ცოდნას. ეს არის მისი მთავარი დანიშნულება, ხომ? და მე არ მომეწონება არასდროს სკოლა, რომელიც შეიძლება რაღაც იდეოლოგიურად იყოს დატვირთული. ეს საგანი არის თუ არა თქვენი აზრით ეს სამუშაო ვერსია დაცლილი იდეოლოგიისგან? არა, დაცლილია აბსოლუტურად იდეოლოგიისგან და არავის არაფერს არ ახევს თავს. ეს უხსნის უბრალოდ რა არის ამ
სამშობლო? რა არის ჩვენი გარემომცველი გარემო? როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო დაზიანებისგან და როგორ უნდა მიუთითოთ სხვასაც, რომ იგივე გააკეთოს? ეს არის პასუხისგებლობის აღზრდა. ბოლოს და ბოლოს ამ სახელმძღვანელოში არის პირდაპირ თქვათ, იცით, არის ეს პრობლემა. როგორ არ უნდა შეაწუხოს სხვა შენი ქცევით, ხმამაღლა საუბარით, ელემენტარული ჰიგიენური პირობები როგორ უნდა დაიცვა, რომ ეს სხვისთვის შემაწუხება. არის ეს პრობლემა. ნუ დავხუჭავთ ამაზე თვალს. არის ეს პრობლემა, არიციან. ელემენტარულად პლაჟზე რომ არ უნდა დაყარონ, ნაგავი ეს არიციან. ქუჩაში რომ არ უნდა მოისროლონ ეს არიციან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ რაც წამოწეულია ეს საკითხები არის ცხოვრებისეული. ეს არის ის უნარჩვევები, ის წესები, ის თვისებები, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი ყველა განათლებული და საგანი, რომელიც აქამდეც უნდა გქონოდა. რა თქმა უნდა, საგანი, რომელიც აქამდე უნდა გქონოდა. პედაგოგები საგანგებოდ გადამზადება მიმდინარეობს ამ თვალსაზრისით. აქ ახალიც განსაკუთრებული არაფერი არ არის. იცით, განათლების ძველ სისტემასა და ახალ სისტემას შორის განსხვავება ის იყო, რომ ის მხოლოდ ინფორმაციულად აწვდიდა, ეს ქონდა ნაკლი გარკვეულწილად, ინფორმაციულად აწვდიდა ცოდნას, მაგრამ უნარჩვევებს არ უვითარებდა. დღეს მთელი მსოფლიო გადასულია სწორედ სწავლების ასეთ მეთოდზე, როდესაც უნარჩვევებს, თვისებებს უმუშავებ. აი კონკრეტულ მაგალითზე უმუშავებ ასეთ თვისებებს. ეს არის სწორი მიდგომა. განათლებული საზოგადოება სხვანაირად არ იქნება, მაგრამ ამავდროულად დააკვირდით რა კარგი თავებია აქ, რა არის სამშობლოს შემდეგ მოდის, რა არის შენი და რატო უნდა გიყვარდეს შენი რაიონი, რა განსაკუთრებული კულტურული დანიშნულების და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებია შენს რაიონში, შეისწავლე შენი რაიონი, ეუბნებიან. მოდი და მითხარი, აი რითი უნდა იამაყო შენ, რა არის თემი, ანუ კიდე ქვემოთ დადის უფრო, რა არის სოფელი, რა არის სოფლისთვის მნიშვნელოვანი, რა პრობლემები, როგორ შევინახოთ ეს ყველაფერი, ტრადიციები, მერწმუნეთ, იცით, არავის მიზნად, აი ამ საგანში ყოველ შემთხვევაში მე სრული პასუხი, გულში ვის რაუდებს, მე ამაზე ვერ ვიტყვი ბატონო გურა, მაგრამ არც ამ საგანს, არც ამ სახელმძღვანელოს ის საშიშროებები არ მოაქვს, რაზეც თქვენ დღეს ბატონო და ბატონო გურა, თქვენ ზოგადად მთლიანად ამ საგნის წინააღმდეგი ხართ, როგორც რომ შემოვიდეს თუ კონკრეტულ თავ. აი ხლა ბატონო მანანამ ჩამოთვალა თავები და თქვენ ეთანხმებოდით ხო გარკვეულ ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება რა. აი ზოგადად შემოდის თქვათ რაღაცა ცუდი. აი თქვათ ვიძახეთ რომ შემოდის ჰომოსექსუალის რაღაც არის ცუდი, ხო? ჩვენ თვალში და 90% თვალში. ხო არ შემოვა ცუდი ისე რომ აი როგორი გაყდილი ვარ, რამახინჯი ვარ, ბაბინძური ვარ. არამედ შემოდის რომ შემწყნარებლობა, სიყვარული, მოძრაობის წესები, ნაგვის გადაყრა, რომ შემოგეპარდ. ეს თქვენი შიშებია, როგორ თქვენი შიშებია, მერწმუნეთ რა. მაშინ კიდე მეორე, მაშინ რატო იცავენ ეხლა ამას? გიორგი ნოდია, ვინც გამოირჩევა, თქვა, თევზაძე, ჩოპიტაშვილი. მე გამოვირჩევი რამე, როდესმე შეგიმჩნევი, რომელიც მათი ოპონენტი იყო, სულ რაც მახსოვს, ისიც იცავს. თქვენზეც ვიტყვი. რატო იცავს მას LGBT ლობი? განსაკუთრებით, რატო იცავს? რა მოძრაობის წესები აწუხეთ, ნაგვის გადაყრა, იმიტომ იცავენ, რომ ამ საგნის შემოტანით გააკეთონ ფანჯარა, საიდანაც ჩვენ ბავშვებს გახდიან ჰომოსექსუალებად ან მიმღებლებად. ეს არის 2x2 4. ეხლა კიდე რაღაც სხვა შეკითხვები იყო. კიდევ ეგრე შეკითხვა იყო, ნახეთ რა ხდება, რაც შეეხება კომპასი და კომპასიტოს. ეს კომპასი და კომპასიტო აი არის რეკომენდირებული ევროპის ქარტიის მიერ. ევროპის ქარტიის მიერ, USAID-ის მიერ და უკვე დაიწყო გადამზადება. მანამ სტანდარტს მივიღებდით, მეუფე რომელსაც უნდა რომ გაგვიბიჟნონ და გონებამ მცირე ჯგუფი ხართ, ეკლესიამ განაჩინა ორჯერ მცირე ჯგუფია, მეუფე პროგრამოდი მცირე ჯგუფია, ვასაზე რუსული ორიენტაციისა, ანუ ვარ მცირე ჯგუფი და LGBT პროპაგანდის დიდი ჯგუფია. აი ამ მეუფემ თქვა ჩავით ეცე, რომ რაიონებიდან ვინც ეს კომპასიტოები თარგმნა და ვინც ეს გააკეთა US ხო ითარგმნა, ხო დაიდო, შემთხვევით ჩამოიყარა აი ვებგვერდებზე რომ ამოიღეს, მაინც დევს. ხო? ესე იგი ვიღაცებმა ეს დაავარეს USAID-მა. ესენი უკვე ხვდებოდნენ პედაგოგებს და თან ყავდათ თავის ეგეთით ყავდა გვერდზე განათლების სამინისტრო. დაგვირეკეს ჩვენ ახშობლებმა და საპატრონო ვიცისო. დაგვირეკეს ჩვენ ლაუდსპიკერში ჩართეს. მეუფე იტყვილება და ლაუდსპიკერს გვალ მაგიდას ჩვენ ამ პროექტში არ მონაწილეობთ. ესე იგი ეკლესიას ხედავს საფრთხეს. ერი ხედავს საფრთხეს და ვერ ხედავს საფრთხეს ერთი LGBT ლობი. მეორე, ვინც არის უბრალოდ, აი თქვა, ეს მართლა ჯერ რო კარგია, ზოგ ჯერ რო კარგია ჰომოსექსუალიზმი. აი თქვა, ზოგი თქვენზე უცხო თქვენზე, თქვენ პოზიციაზე. ზოგი თავს იფეთქებს. და გონია რომ კარგია ხა შეიძლება გულითა და არიფებს ფულს გთამს. რაც შეგეხება თქვენ.
ეხლა თქვენა ჩემი აზრით, არ ვიცი რა გამოძროეთ, მაგრამ თქვენ გასაგებია ოკუპაცია და რუსეთი არ გინდათ, დაბრუნება სამართლებრივი აფხაზეთს გინდათ რაღაცა უფრო ცივილიზებული ქვეყანა, კარგი ჭამა, რაღაც კაი სოციალური გარემოა, მაგრამ ეს ხო იმის ფასად აშლება გავაკეთოთ ჩვენ დავაძნეობა. ხო არ არის მაგის სანას თქვა გვეუბნებოდა რომ ვიზებს არ მოგცემენ თუ არ მოგწევთ ჰომოსექსუალების მამათლობის კანონს არ მოგცემენ ვიზებს. ეს არის მითები. საწერა სტეფან ფულემ რომ ჩამოვიდა უთხრა პატრიარქს პირდაპირ. ქორწინება არ არის სავალდებულო. სავალდებულოა დისკრიმინაციის კანონი, სადაც ჰომოსექსუალებმა ნორმა. ეს იყო თქვენ ესწრებოდით ამ საუბარს? ძალიან ეს ყველა მე მოვისმინე. აბა რატომ მიიღეს ლესთან შეხვედრის შემდეგ პატრიარქის ძალიან დადებითი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. იქვე გამოხატა ევროკავშირის მიმართ პატრიარქმა და მეც მაგას ვამბობ, მეც მაგ ევროკავშირის ევროპის ხალხის მიმართ. მაგრამ არა ამ პოლიტიკის მიმართ. ევროპაში არიან ჩვენი თანამოაზრეები 99% და პატრიარქს მოწონს ევროპის გეი პარადები? ის 1% რომელიც ამას კულტივირებს, უნდა რომ დანერგოს, ის არ მოწონს არავის და მოწონს ხალხი, რომელიც ამას მალე გადააგდებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ 99%-ს არ გვინდა და ის 1% გადაგვივლის? ძალიან შემცდარხართ ამაში, ეს ერთი. მეორე ძალიან პარლამენტში რატომ მიიღეს ერთხმად გადაგვიარეს უკვე? მეუფე ტყუილს ამბობს მეუფემაც შეიძლება ტყუილი თქვას. ჩემთვის ყველამ შეიძლება ტყუილი თქვას. საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პატრიარქი, რომელსაც შეიძლება თქვას ტყუილი სანიკიძე? არსად ენდობის სანიკიძე თქვენ ეს აშმა სანიკიძე მოიტყვილოს? როგორ არ შეიძლება სანიკიძეს ოფიციალურად აქ დადებული. თუ ვერ დაინახავთ, აგინა დაინახო რა ვიცი. ბატონო, თქვენ როდესაც ერთ-ერთი ხელმომწერი გაშინია გამოქვეყნებული წერილისა, სადაც ლაპარაკია, რომ განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე შეტევის განხორციელებას აპირებს და შემდეგ განმარტავთ ამ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. რაში მდგომარეობს შეტევა ამ საგანში, სად წერია, რაიმე ისეთი ფრაზა, რომელიც შეტევას გულისხმობს ამ საგანში, როცა წერია, თქვათ თანასწორობა და დემოკრატია და ეგეთი ტერმინები, მათი განმარტებები, რომ აუხსნან პედაგოგებმა ბავშვებს, წერია რომ სადაც არის განსხვავებული შემსწავლებლობა, აუცილებელია. არა, ბატონო გურა, მე თქვენი ვარაუდებია. დემოკრატია არ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს. უნდა ვასწავლოთ, მაგრამ არა ამ კონტექსტში, რომ სექსუალური ოტაციის დემოკრატია. ჩვენ სხვა საგანზე და სხვა სახელმძღვანელო მომავალ სახელმძღვანელოს. რა თქმა უნდა, ჯერა. გითხრათ ეს საგანი მხოლოდ იმიტომ შემოიღეს, რომ ჰომოსექსუალობა ჩვენი ბავშვები გახადონ მიმღებლები. მხოლოდ მაგიტოა შემოღებული. თორე ნაგვის გადაყრადა ეს სულ იყო. მხოლოდ მაგიტო და ერთი მუჭა ევროპაზე აღჭობს მობჟენილი ვიღაცა ტიპების მიერ, ვინც არიან გაყრილი ხალხი. და ნუ არ ვიცი, თქვენი მიზანია რომ რაღაც საფრთხე შექმნა და შემდეგ თქვენ მოგწონთ გახდება ევროპაში. თქვენ იბერვიზიის ის ხდება პრემიერი, ხდება კონჩიტა, თქვენ ეს მოგწონთ. ეს უზნეობა არ არის. ევროპაში რა ხდება? რომ იმართება გეი პარადი, კვირაობით, რომ გამოდიან ხებით და ტიტულები, კაცები, ეს თქვენ მოგწონთ. თუ ეს ახდება. ბატონო გურამ, ევროკავშირში რამდენი სახელმწიფოა? არ ვიცი, მათგან რამდენი 27. აქედან მხოლოდ 6-მა აღიარა ერთნაირ სქესიანთა. ერთ ქორწინება სულ არ აღიარო, ყველამ აღიარა დისკრეტული კანონი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია აღიარა ის, რაც ნორმალური მდგომარეობაა ადამიანის. მამათმავლას დღეს ამ კანონებით შეუძლია თუ არა ასწავლოს ბაღში ჩემს შვილს. ბატონო გურამ, მითხარით თქვენ. ამ დოკუმენტში ის კი არ არის. ერთი წუთით მართლმევი. მან ის კი არ აღიარა. რატო ამბობთ რომ ევროპამ ეს აღიარა? LGBT აგენტ ბაგიზახი. ევროპამ აღიარა რომ არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია. ან პედაგოგს რომელიც არის მამათმავალი, ჩემ ბავშვს შეუძლია ასწავლოს სკოლაში თქვა მათემატიკა მითხარით. მათემატიკა კი თუ არ ჩააუღებს ის მამათმავალი რომელიც ასწავლებს ჩემ ბავშვს სკოლაში ის არის დამნაშავე. მამათმავლობა არის სიბლტე გაყვნილება და გაყვნილი კაცი უნდა შემიყვანო. ბატონო, რა იცით რომ არ ასწავლის? არა, რა იცით რომ არ ასწავლის? საიდან ადგენთ? რა იცით რომ მაგალითად მასწავლებელი არ არის წარმომადგენელი სექსუალური უმცირესობის. როდესაც სამას მალავს და მიცხვენ სხვა არის. თუ მე რა ვიცი შეიძლება ყველა იყოს. შეიძლება ძვირსახური იყოს. ეს როგორ უნდა არ ყვიო. ეს
არა. როგორ გავიგოთ? ჰომოსექსუალ, არა, ეს როგორც სოდვა. ყველა მშება შეცოდოს, მდელსახურმა, ბავშვმა, დიდმა. როცა შენ სოდვა ბუნებრივია. შეიძლება რაღაცა მოკლა. როცა შენ აღიარებ ჰომოსექსუალობას და სკოლაში ბავშვს ასწავლი მათემატიკას, უნდა მოხსნა და ეს კანონით ვერ მოხსნი ჩემ ბავშვს, ვინც აღიარებს ჰომოსექსუალობას ნორმად. თუ აღიარებს ქურდობას ნორმად, ნარკომანი დატოვებავსთან, ნარკომანი არა, ქურდი არა, ბილწმოყვარი არა, თქვა რაღაცა და ჰომოსექსუალი კი, იმიტომ რომ ეს კარგია. სად ვინ გითხრათ საიდან მოიტანეთ, რატო შეგხვდათ საზოგადოება? დაძლებული ხალი. ამ კანონის საფუძველზე შენ სამსახურიდან ვერ მოხს, არა მარტო ხალხიდან, საბავშვო ბაღიდანაც კი ჰომოსექსუალს, გინდაც ამას აღიარებს თავის Facebook-ში ჰომოსექსუალია, ვერ მოხსნი. ეს კანონი მიიღო ჩვენ პარლამენტარებმა და ჩვენ ბავშვებს ვიცეს მამათლობის ნორმატივი. თქვათ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თქვათ არ არის მეფეები, თქვათ არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი და სკოლის დირექტორმა თქვათ შეიტყო რომ მასწავლებელი არის ჰომოსექსუალი და როგორ უნდა მოხსნას რა მექანიზმებით უკაცრავად ეს ვერ მოხსნის რო გაიგოს რომ მორფინისტია მოხსნის მორფინისტი მირჩევნია ბოლო სტადიაში ვიდრე ჰომოსექსუალი როგორ უნდა მოხსნას შეგიძლიათ მითხრა შენი მორალური ზნეობრივი სახე ჩვენ ბავშვებს ყნის და ხარ მოხსნილ რომელ კანონზე რომელ კანონზე უნდა მივიღოთ კანონი თუ ადამიანმა ჩაიდინა ჰომოსექსუალმა თუ ჰეტეროსექსუალმა გარყვნილი ქმედება ეს არის დასჯადი მაგრამ თუ კი რა არის მაშინ გარყვნილება რა არის გარყვნილება უკაცრავად გარყვნილი ქმედება ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი გარყვნილება რა კაცის კაცთან ცხოვრება გარყვნილებაა უკაცრავად ჩვენ ვლაპარაკობთ ბავშვთან ურთიერთობაში თუ კი რაიმე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა ეს ლოგიკი უწევს კაცი გარყვნილებაა თქვენ მე გეკითხებით როგორ მოხსნით მასწავლებელს აი მით როგორ მოხსნა თუ მეყოლება სახელმწიფო ქართული და არა ბოდიში და პიდარასტული დავწერ კანონს რომ შენ ხარ გარყვნილი პიროვნება ღმერთმა შეგინდოს, მაგრამ ბავშვთან ნუ გაეკარები. წადი რაღაცა დაალაგე დაწენი, მაგრამ რომელიმე სახელმწიფოში განათლებას ნუ გაეკარები. ასეთი კანონი რომელიმე სახელმწიფოში მოქმედებს. საბჭოთა კავშირში იყო, შეიძლება საბჭოთა კავშირში არა, ამ ევროპაში დღესდღეობით აღარ არის. იყო 20 წლის წინ. სოფლიო სხვა ქვეყანა და 20 წლის წინ იყო ავანტყოფობა. თურმე 20 წელიწადში ვიღაცა სპეკულანტმა ფსიქოლოგებმა სოფლიოში დახადეს ნორმა. სოფლიოში დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ასეთი კანონი მოქმედებს. არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ. კარგით, ქალბატონ მანანა. შეიძლება აფრიკაში წვავენ. მე ვთქვი დაწვა. უნდა შეიძლება რუსეთში მოქმედებს, არა, შეიძლება მოქმედებს თქვა ირანში მოქმედებს. უნდა ადამიანი უნდა დაწვა? არა, არ უნდა დაწვა, მაგრამ უნდა გასახურდან მოხსნა. აბა რაზე ვსაუბრობ? ბატონო გურა, ძალიან გთხოვ. არა, კი არა, დაწვა. უნდა უკურნალო, მაგრამ თუ ბავშვს ეკარება მათემატიკის მასწავლებად მამათ მავალი 99 მთელ სოფლიოში ევროპაში ამის წინააღმდეგია და გამოდის ამის პროტესტი 1% თვითონ ჰომოსექსუალი ერთი წუთით მათქმევინეთ და პრობლემა არ არსებობს მათქმევინეთ ერთი წუთით ძალიან გთხოვთ საზოგადოება ნუ შეგავთ შეცდომაში და თქვენც დაფიქრდით რა საკმაოდ გონიერი ადამიანი ბრძანდებით ამბობთ რომ საბჭოთა კავშირის დროს ეს დაუშვებელი იყო თქვენ გამორიცხავთ რომ საბჭოთა კავშირის დროს ჰომოსექსუალი მასწავლებელი შედიოდა სკოლაში ხო შედიოდა არა ოფიციალურად რა თქმა უნდა ეხლა შევა არა ოფიციალურად სულ წმინდა ქვეყანა იყო ცოდვა მაინც და მაინც კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ თუ ეს ადამიანი ბოროტად მაგრამ აი თქვათ ბატონო, დამაცადეთ რა ძალიან გთხოვთ. ბოლომდე მიმაყვანილეთ აზრი, მე თქვენ გისმენთ, ხო, როდესაც საუბრობ, ძალიან გთხოვთ. თუ ეს ადამიანი პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, არის მათემატიკის შესანიშნავი მასწავლებელი და მისი ეს შინაგანი მდგომარეობა არანაირად არ აისახება და ვერასოდეს ვერ გავიგებთ, რომ ის ასეთია. რა უნდა უკნათ? აი რა უნდა უკნათ? ერთი მითხარით. და ეს მეორე მოხსნა. და რა უნდა უთხრათ თქვენ რა გამორიცხავთ რომ საბჭოთა კავშირის დროს ცეკას მდივნები საკმაოდ წარმატებული ადამიანები ჰომოსექსუალები და უნდა გამოდევნებოდი თუ მაგალითად ჩაიკოვსკი არ უნდა არსებობდეს იმის გამო რომ ის ასეთი დაიბადა სკოლაში პედაგოგად არა თუ ეს მასწავლებელი მუსიკალურ დარბაზში სადაც შეიძლება ბავშვი მივიდეს არც იქ მე არ მივიყვან ჩემს შვილს თუ ჰომოსექსუალი აღიარებული თუ მაგალითად ეს მასწავლებელი ჰომოსექსუალია ამას მალავს სხვა თუ გამოდის თქვა გავიგოთ პარადზე გამოვიდა და ეჭირა LGBT დროშა ეს ადამიანი უკვე როგორც უღირსი მისი ქცევა უღირს ყველა ადამიანი ღმერთის შვილია ყველას უნდა მოვეფეროთ რაც უნდა ცოდვაში იყოს და უნდა ყველას კარგი ვუსულოთ მაგრამ მისი საქციელი რა ხდება ბავშვი არის გადამდები
ეს არის კოპირებული. შენ თუ გწები რომ აი შენი პედაგოგი თქვა არის ვაშკაცი ქართველი, მასწავლებელი, მაგრამ ვაშკაცი რაინდია. ამას გადადა. შენი მათემატიკაში გენიოსია, მაგრამ პიდარასტია. უკვე ეს მოგწონ შენ. ეგეთი არ უნდა შეუშვა სკოლაში ამას ამბობს მთელი მსოფლიო. ერთი მუჭა რაღაცა პოლიტიკოსები და რაღაცა. კი ბატონო, ქალბატონო მანანა და უნდა დავასრულოთ. მე რომ აბსოლუტურად თითიდან გავაწომილი თემაა. არანაირი საფუძველი იმისა, რომ განათლების სამინისტრო აპირებს ამას. აი ძალიან გთხოვთ რა, მე ხო თქვენ ხო გინდათ რომ თქვენი დავიჯერო. თქვენ რისკად თქვენი შვილებით ამბობთ. რა უფლება მაქვს? ევროპის უფლება მაქვს? რა შუაშია ფული? აბა არ გეშინდა თქვენი შვილები? არ მეშინია. ნამდვილად არ მეშინია. კოკა-კოლა, აი პეპსი კოლა. მე რაფულადი დაინტერესება უნდა ქონდეს ოპოზიციაშია ქალბატონი ევროპა. თქვა მე მინდა რუსეთი არ მინდა, როგორც თქვა ჩამორჩენილი ოკუპანტი, რაღაცა კომუნ გათახსილებული არ მინდა, მაგრამ ეს იმას უანიშნავს, რომ მინდა ახლა გარუსება არ მინდა გაპიტერასტება, მაგას ნიშნავს. და ევროპა გაპიტერასტებას რატო ხო და ევროპას არ უნდა, მაგრამ ევროპას რატო უდრის? მაგრამ ერთი წუთით მომისმინეთ ძალიან გქონთ რა. კონჩიტა რატო არის პირველი მომღერალი? რატოა? მოდი დავაცალოთ. რატოა პირველი მომღერალი? არ არის ვიღაცა კაიკაცი. სრულიად უდანაშაულო ადამიანს ქალბატონ სანიკიძეს, რომელსაც აზრადად არ მოსულა დამნაშავია კაცობრიობის წინაშე. აზრადად არ მოსულა ლამაზი სახით. რაზეც თქვენ საუბრობთ? ჩემშვილებს ყulis სანიკიძე და ამას მალავს და ამას უკვე აღიარებს. ხელში ეჭირა კომპასს რუსთაველის ეთერში. და რუსთაველის ლიბერასი წამყვანები და ამ ათვალიერებს ამას და ბოდიშვილი. შეიძლება კაი ხალხია, მაგრამ შემსთარი. ათვალიერებს ამას და ამას უცეცხლე კი არ უკიდიაო, ეგ და აფხაზავა. კომპასტოები მის ხელში იყო, ამაყად ათვალიერებდა. და წერია მოიწვია ჰომოსექსუალი, აუხსენი წარსგენდერობაზე. აქამდე ვერ თქვას, ადემა თქვას, რომ ჰომოსექსუალობა სკოლაში არ შევიტან. იყო ბოლო წერა, ნახეთ, მოაწერა ხელი, მეუფე იოანემ, ვასაძემ, შენგელაიამ, გაფრინდა შიბუდაინძემ, ვახტომაში იყვნენ ეს ადამიანები, ძალიან გთხოვთ რა. ახალი წერილია. ამ ადამიანების სახელს ნუ არა, ახალი წერილია, ვატო კახი, აი რას ვთხოვთ ჩვენ, რას ვთხოვთ ბოლო. თუ ეს არ შეაქვს სკოლაში, ვატო კახიძე, აი რას ვთხოვთ ბოლოში. ჩვენ ქვემორი ხელის მომწერნი ეს სამშაბათია წაკითხულია ამ ადამიანებს. არა, წავგითხია, ნახეთ. ამას ეხლა მალე მოაწეს ხელს ყველა, ნახეთ, ჩვენ ქვემორი ხელის მომწერნი კატეგორიულად მოვითხოვთ. რათა ოფიციალური დოკუმენტით აიგზავნოს სკოლებში სოდომური LGBT გაყნილების იდენტობის და მონტაჟის შემტანი თემატიკა. მისი ბეჭდვითი აუდიო, ვიდეო ფორმით. ამაზე დაგვისწავლოთ, რომ ბეჭდვით არ შეაგ და დავისწონებ, კაცო და ქალბატონო. არ შეაგ. არ შეგვარ. რა კავშირი აქვს ამ ტექსტს? არაა კავშირი პლაკატს, არაა კავშირი კომპასტოს. მაშინ უცხოეთს არაა კავშირი პუტინს შეშორ. დაგვიწერო რომ არ შეიტანო, კაცო. ქალბატონო მანანა. აი ხა მე და თქვენ ძალიან ცოტა დრო. ამას არ მოაწერე ხელს და ზაიხ მოაწერინე. ვერ მოაწერინოთ ვერაფერზე. ერთი წუთით ჩვენ ვხედავთ აქ სტუდიაში საუბრობთ და მე უცებ რომ გავაშანშალო აქ წერილი და დანარჩენებსაც მოვთხოვო მომიწერეთ ხელი რომ ბატონი გურამი მე მახრჩობდა აპირებს რაღაცა ჩემზე ძალის გამოყენებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხო არ არის რეალობა. რაზეა წერილი? LGBT-ს ხარეს ხარ თქვენ. რა შუაშია ბატონო გურამი? ისი პრობლემაც არ არის. აღმოჩენა უნდათ. და დიდი მადლობა ხელმოწერს. ურეკეს ყველა გოგოსი. ყველამ თქვა რომ ჩვენ არ ვიცოდით რომ ესეთი სახელმძღვანელო არ არის. კაცი ვერ ნახეს. აბა გამოიყვანო. ხოდ გამოიყოს გია მურღულია. დამცვა ამ დაკვეთილის, რომელმაც აკუთვნების სექსის სკოლაში პირველმა შემოიღო. ამ ბინძურმა პიროვნება. იყოს დაჭერი არ მარტო მოხსნეს სკოლიდან. ეგ არის მათი დამცველი. რომ ინტერნეტი გამოვიდა ვინდა ეს სიბლწეები. გარდა ვაი პოლიტიკოსების. ბატონო გურამ, ქალბატონო დრო არა გვაქვს თუ გსურთ 20 წამი შემიძლია მოგწეთ რაიმეს. იგი ბატონო მე ამ 20 წამს გამოვიყენებ იმაში რომ საზოგადოებას მიმართავ და ვეტყვი. ნუ დაიჯერებთ ასეთ როგორ გითხრათ აბსურდს, იმიტომ რომ არავის მიზნად ამ ქვეყანაში არა აქვს ის რაზეც ბატონი გურამ ფალავანდიშვილი საუბრობს. რითი რანაირად ეხლა რანაირად გითხრათ სკოლაში არ შევიდათ ამ თემატიკას მოაწეროთ ხელი. დაიფიცო? არ შეაქვს. მათ გამოაქვეყნეს ბატონო გურამ როგორ საუბრობთ? მათ გამოაქვეყნეს იმ საგნის გეგმა, რომლითაც აპირებენ შესვლას და იმ სახელმძღვანელო სტანდარტი. კომპასიტო არ არის ოფიციალური სახელმძღვანელო. ძალიან გთხოვთ ახლა თავიდან ვიცი. აი დამნაშ დასაჭერია. იქ სწავლობენ ჩვენი შვილები და ნახავსო ტრანსგენდერის პლაკატი ევროპის ქართლის მშობლობა. აკრიფავს და წერია
ვისწავლოთ რა არის ცხოვრება და ასე ეგეთები. ვისწავლოთ რა არის ცხოვრება ტრანსგენდერს ნიშნავს? ტრანსგენდერის სიმბოლოა. არ ვიცი. ქალის და ტრანსგენდერის სიმბოლოს კომიქსია. და ჩვენ ბავშვს ყვნიან. განათლების არის დამნაშავე. გურამ ფალავანიშვილი და ქალბატონი ნაჭებია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა. დიდი ბოდიში ცოტა ემოციები უკაცრავად მონაწილეობისთვის. თვითონ მე ქალბატონი. ეთერი ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. სანაია სტუდია დღის 4-ზე